დიდხანს შევყონდი სკოლაში და ჩამკეტეს. არ ვიცი რა გავაკეთო. კარგი, მოდით შევამოწმოთ ფანჯრები. იქნებ ფანჯრიდან გადავძვრე. დახურულია. კიდევ ერთი არის. დახურულია, ჯანდაბა, რა ვქნა ახლა? თუ ეს ხუმრობაა, მაშინ ეს სისულელეა. გამარჯობა. რა? რა არის ეს? ვინმე ლაპარაკება? ჩვენ ვართ თამაშის შემქმნელები. მაინც რომელი თამაში? ეს არ არის სასაცილო, რატომ ჩამკეტეთ? ჩვენ გვინდა რომ შენ ჩვენი თამაშის წევრი გახდე. რა? რა თამაში? შეწყვიტეთ. თამაში მალე დაიწყება. ხალხსაც მალე მოიყვანენ და შენ იქნები მათი ლიდერი. რა? და მაინც მე რატომ? თუ არ დაეთანხმები თამაშს, ჩვენ წაგართმევთ ყველაფერს, რაც გაქვს. ჩვენ წაგართმევთ შენს YouTube არხს და შენც წაგიყვანთ. კარგი, ეს მეტია. მითხარით რა გავაკეთო? ახლა ხალხს სკოლაში მოიყვანენ და თამაშს თქვენ უხემძღვანელებთ. ვინც წააგებს, თამაშიდან გავარდება. სამუდამოდ. კარგი, თუ სხვა გამოსავალი არ არის, მე მზად ვარ. რატომ მოგვიყვანეს სკოლაში? გაჩუმდი. უი, ბოდიში, ბურგერზე ვფიქრობდი. ნიკოლ, ვერ მიცანი იმეს ლატა ვარ. რატომ ვართ აქ? რატომ შევკრიბე? არ გიცნობთ თქვენ, აქ თამაშის სათამაშოდ მოხვედით. ნიკოლ, მე შენი ძმა ვარ. იმედია პირველი წააგებ, ლუზერო. ჩიფსები ვჭამე, მერე რა? თქვენ ყველას ვალები გაქვთ და ლუზერები ხართ. რა ლუზერები? მე 7 მილიონი გამომწერი მყავს. შენ აქ იმიტომ ხარ, რომ მეტი ჩარა ხარ. თქვენ მოგიყვანეს აქ კალმარის თამაშების სათამაშოდ. საერთო ჯამში თქვენ გაივლით რამოდენიმე თამაშს და წაგებული დაისჯება. მაგრამ თუ შეძლებ გაიმარჯვა, მიიღებ $10,000. შევჭამ? ხომ ჭამე? ნახევარი საათია არ მიჭამია. აქ დამელოდეთ, თამაშის დაწყებისას დაგიძახებთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მეშინია, ვერც კი წარმოვიდგენ რა იქნება ამ თამაშებში. მეგობრებო, რატომ ხართ აქ? როგორ აღმოჩნდით აქ? მე მოვპარე ფული დედაჩემს და ვიყდი ახალი iPhone 13 Pro. მე კი ამ თამაშზე ფულის საშოვნელად მოვედი, რომ დედას დაუბრუნო, რადგან ძალიან მრცხვენია. მართლა ძალიან მრცხვენია. სუპერმარკეტში რომ მივედი, ყველაფერი ვჭამე და როცა უნდა გადამეხადა, ფული არ მეყო. ამიტომ დაცვის თანამშრომლობა აქ მომიყვანეს, რომ თანხა გამომიმუშავო და გადავუხადო. მაგრამ გემრიელი იყო. მე კი უბრალოდ ნიკოლის ძმა ვარ და მან თავი მომაბეზრა და აქ იმისთვის მოვედი, რომ დავუმტკიცო, რომ მასზე მეც ვიშოვი. რეალურად რა გააკეთე? სხვისი ჩიფსები ვჭამე, აი ასე. მე დიდი ბანკის მეპატრონე ვცემე და სესხი დამაკისრა. მართალია, ბანკის მეპატრონე მამა ჩემი იყო, მაგრამ სესხი რეალური აღმოჩნდა. გამოდის, რომ აქ ყველას ბევრი ფული გვმართებს? ჩვენ ყველას გვჭირდება ეს გამარჯვება. მაინტერესებს რა იქნება სასჯელი. იმედი მაქვს არც ისე სასტიკი. ო, იმედი მაქვს. არა, არ შემიძლია ასე მოვეგდე ჩემს მეგობრებს. მე რა, თუ წაიღებ არხს, მეგობრები უფრო მნიშვნელოვანია. უბრალოდ უარს ვიტყვი ამ თამაშზე. რა ხდება, თქვენ ხომ მომეცით არჩევანის უფლება, მაგრამ მე არ შემიძლია ასე სასტიკად მოვექცე ჩემს მეგობრებს. ამიტომ წაშალე არხი, მე კი წავედი. რატომ არ მიშვებთ? შენ უკვე დაიწყე თამაში, გოგონაო, არ გაქვს უფლება გაჩერდე. მაგრამ რატომ? ჩვენ შევთანხმდით. წაიღეთ არხი, მე წავედი. არა, თქვენ დაიწყეთ თამაში, არ გაქვს არჩევანის უფლება. თქვენ უნდა ითამაშოთ. რა მოხდება თუ უარს ვიტყვი? მაშინ ვეღარასდროს იხილავ შენს მეგობრებს. კარგი, მესმის თქვენი, მაშინვე ვითამაშებ ამ თამაშს. ჯანდაბა, შარში ვარ. პირველი თამაში იწყება, ჩაიცვით და გამოვყევით. მეგობრებო, საოცარი იდეა გვაქვს. ჩვენ გვინდა ვითამაშოთ კალმარის თამაშები ჩვენს გამომწერებთან, ანუ თქვენთან ერთად. თუ გსურთ ჩვენთან ერთად თამაში, მაშინ უნდა გამოიწეროთ არხი და დატოვოთ კომენტარი მე მინდა. არ დაგავიწყდეთ, დატოვოთ ინსტაგრამი, რათა გიპოვოთ. და ჩვენ აუცილებლად გამოვარჩევთ გამომწერებს კომენტარებიდან და აუცილებლად ვითამაშებთ მათთან ერთად შემდეგ ვიდეოში. ასე რომ თუ გინდათ ჩვენთან ერთად თამაში, მაშინ აუცილებლად გამოიწერეთ არხი. თქვენ გამოჩნდებით ამ არხზე და ჩვენ დავმეგობრდებით და ძალიან მაგარი იქნება. გამოიწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი. მე კი გავიქეცი, თამაშის დროა.
ჩვენი პირველი თამაში არის წითელი მწვანე შუქი. მოკლედ თამაშის წესები. თქვენ გაქვთ უფლება იმოძრაოთ, როცა შუქი მწვანეა და თოჯინა თქვენსკენ არ არის მომართული. და როცა წითელი შუქი აინთება და თოჯინა თქვენსკენ მობრუნდება, გადაადგილების უფლება არ გაქვთ. რიცადეთ თოჯინამ არ შეგამჩნიოთ გადაადგილებისას. თუ თოჯინა შეგამჩნევთ, მაშინ მიიღებთ სასჯელს. წარმატებები. რა თოჯინა? ხო, უზარმაზარი. ოჰო? ოჰო. მწვანე, წითელი. რა მოძრაობდი და ახლა იქნება სასჯელი? აი. კივა. აი ტკივა ეს რა არის? მეც დავისჯები? ოი თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რამდენად მტკივნეულია ეს? წითელი არა, გთხოვ, გთხოვ, არა, მე შემთხვევით გავაკეთე. კარგი მეგობრებო, წარმოდგენა არ გაქვთ, მართლაც მტკივა. ასე გამოიყურება, მაგრამ ძალიან მტკივნეული სასჯელია. თუ ჩემი არ გჯერეთ, თავად სცადეთ, კითხეთ მეგობრებს. არა, მე არა, გთხოვ, არა. გამიმართლა რომ მე არ ვარ. თითქმის გავიმარჯვე, უნდა მოვახერხო. წითელი ჰა, გავიმარჯვე, ურა! არა, თითქმის ფინიშთან ვიყავი, გთხოვთ, ნუ! წითელი მე გავიარე. მე გავიარე, გადავრჩი. შენ ბოლოს მოხვედი, ჩვენი წესების მიხედვით შენ დამარცხდი. თხოვ, ფული მჭირდება. დასხედით, როგორც ხედავთ, ნომერი 255 გავარდა. რა მოუვა ახლა მას? ის ვერასდროს იხილავს ამპულს და თქვენც ვერასდროს იხილავთ მას. რა? ეს ისეთი სისტემატიკია, მას ფული ძალიან სჭირდებოდა. კარგია, რაც უფრო ნაკლები კონკურენტია, მით მეტია გამარჯვების შანსი. სიჩუმე, შეწყვიტეთ საუბარი. შემდეგ თამაშს შაქრის ფირფიტები ჰქვია. მოგეცემათ ფირფიტები და მოგიწევთ ნემსის გამოყენება, ფიგურის მოსაჭრელად, რომელიც შეგხვდებათ, თუ შიგნით ფიგურას დააზიანებთ, თამაშს ტოვებთ და მიიღებთ სასჯელს. რა სასჯელს? თქვენ გაიგებთ, თუ წააგებთ, დაურიგეთ ფირფიტები. წრე, გამიმართლა. გაგიმართლა, ეგ ხომ ძალიან რთულია. მე ყოველთვის მიყვარდა წრეები. არ ვიცი ბედნიერი ვიყო თუ არა. კარგია. მარტივია, აუცილებლად გავიმარჯვებ. ნეტა გამომივიდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნემსები, რომლებიც გაქვთ მაგიდაზე. თქვენ 10 წუთი გაქვთ. აბა დავიწყოთ. ძალიან სწორი გავაკეთე, მე სწორ გზაზე ვარ. ისე მე ძალიან მეშინია. გამოვიდა, მშვენივრად გამოვიდა. პირველი ნაწილი არის. მოდით გავაგრძელოთ. მაჩვენე. არა, გთხოვ, არა. მაჩვენე. არა, საჭირო. სამუდამოდ ტოვებ თამაშს, მაგრამ ჯერ დაისჯები. რა არის სასჯელი? არ ველოდი რომ ასეთი მკაცრი იქნებოდა. წავედით. კარგი, სასაცილო სასჯელია. მეც ეგ მინდოდა. მე გავაკეთე, ძალიან ფრთხილად ვაკეთებ. თითქმის მივაღწიე წარმატება, სულ ცოტაც. ყველაფერი ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთო, ძალიან ფრთხილად. უბრალოდ ცოტა უნდა გალიო. არა, პატარა ნაჭერი გატყდა. მე რომ ჭამა ვერავინ შეამჩნევს, არა? მოიცადე, არ შემიძლია. ეგ ხომ პატარა ნაჭერია, მხოლოდ პატარა ნაჭერი. მოიცადე, არა, გთხოვ, მაკიაჟი მაქვს. დიდი ხანი ვიკეთებდი.
ბევრი არ გააკეთოთ, არ დაუშვათ შეცდომა, გთხოვთ. არა. შენ წააგე. პანიკას ვიწყებ. დამრჩა პატარა ნაჭერი და საკმაოდ მკვრივია. მე მაქვს არჩევანი, ან გავაგრძელო, მაგრამ არ ვიცი საკმარისი დრო მაქვს. ან ცადო მისი ამოღება. არის. ურა, გავიმარჯვე. გამოვიდა. ნუ, იქნება არა, გთხოვ. ნუ, გევედრები, არა. გთხოვ, არ არის საჭირო, გთხოვ. კარგი რა, შენ გავარდი თამაშიდან. ჭამე მაინც. ფიქრობ, ჩემთვის ადვილი იქნება, რადგან პროფესიონალი ვარ. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, ასეთი რამდენი მიჭამია. ამიტომ ახლა ეს ძალიან სწრაფად იქნება. გემრიელია, მე თვითონ ამჯერა, გამომივიდა. მაგრამ რა, მე ყველაფრის ვჯერა, მე ვარ კვების პროფესიონალი. დრო ამოიწურა. ერთი წამი, ახლა გამომივა, აი ახლა, ისე მე გამომივიდა. გვიანია, დრო ამოიწურა. არა, გთხოვ, არა, ისე მე გავაკეთე. არა, მართლა არა. არ ველოდი, რომ ასეთი სერიოზული იქნებოდა. თქვენ ტოვებთ თამაშს. გილოცავთ მეგობრებო, ფინალში გასვლას. ახლა თქვენ ითამაშებთ ფინალურ თამაშს. მას ხვრელი ჰქვია. თითოეულს გექნებათ 10 ბურთი. გექნებათ 10 მცდელობა და ვინც პირველი ჩააგდებს ბურთს ხვრელში, ის გაიმარჯვებს. ხვრელს აქ ვამონტაჟებთ. აი აქ. დაახლოებით ამ მანძილზე შორდები და აგდებ. ცადოთ? მე გავიმარჯვებ. ვინ იქნება პირველი? გადაწყვიტეთ. პირველი მაკრატელი. მეორე მაკრატელი. ქვა, ქაღალდი, მაკრატელი 1 2 3 1 2 3 1 2 3. გავიმარჯვე. დავიწყოთ. მე შენ მოგიგებ, პატარა გოგო. ჯერ ლაპარაკი ისწავლე. აბა პატარა, შეხედე, პირველივე ჯერზე. იოცნებებ. პირველივე ჯერზე. დიახ, უყურე და ისწავლე. ვისგან ვისწავლო, ვისგან? 1 2 და 3. იფრინე. ჯანდაბა, კინაღა მოვახვედრე. ახლა ეს ოქროს ბურთია, 100% დარწმუნებული ვარ, რომ მოვახვედრებ. ოქრო დღეს შენი არ არის, დარჩა 6 ბურთი. გთხოვ არ დამაღალატო. თითქმის. ჯანდაბა, ახლა პირველივეზე მოვახვედრებ. როგორია პირველივე? დამჩა 4 ბურთი. არა. ჯანდაბა. არა, ეს დაინახე. ხმერთო რა ახლოს იყო? რატომ ხდება ეს? მანეს არ გააკეთა, მანეს ვერ შეძლო, მე შევძლებ. ტუკ. არის. არა, 2 ბურთი დამრჩა. პატარა ხოჭო. რას აკეთებ? ახლა შენს ჯინაზე მოვახვედრებ. თმა გცობდი, თითქოს არ შემეძლო. კი, მიდი. მინდოდა შენი გაბრაზება. მიდი, აბა. ჩაყარე არა? კარგი, რა ხდება? დარჩა ბოლო ბურთი. ეს უბრალოდ არარეალურია. კიდევ 2 მაქვს. დარი, დიახ, გავიმარჯვე. დიახ, ბოგდან, ხელმოქმედებას ვაკეთებ. გახსოვს? უშტები რომ თხოვე, აი აიღე. ბოლოს გაძლო მთელი გულით. წავაგე. მოკლედ, კატია მოიგო კალმარის თამაშები. $10,000. $10,000 მოვიგე, $10,000. დაუმარცხდი და კიდე მამცირებს. და ბოგდანი იღებს სასჯელს დარტყმა გამარჯვებულისგან. ძალიან გემრიელს. სიამოვნებით. წარსულში კიკბოქსით იყო დაკავებული. აუ.
აუ, ეს კარგი დარტყმა იყო. 3, 2, 1, 0. თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. გმადლობთ, რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. გავიქეცი. გავიმარჯვე, $10,000 ჩემია.